შუადღე მშვიდობისა, მოგესალმებით ყველა სტუდიაში, მივესალმებით ჩვენს ძვირფას მაყურებელს. დღეს პარასკევია, რაც იმას ნიშნავს, რომ ტრადიციულად ვიმყოფებით გუდვილის ვაკის ფილიალში და ვემზადებით უკვე სამზარეულოდან თქვენთან შესახვედრად და შემოგთავაზებთ ძალიან საინტერესო კერძებს. დღეს რა თქმა უნდა მეყოლება სამზარეულოში სტუმარი, საჭირო ინგრედიენტებს შევაგროვებ და დაგიბრუნდებით ძალიან მალე. მივესალმებით ჩვენს არაჩვეულებრივ სტუმარს, როგორც ხედავთ, ჩემთან ერთად სამზარეულოში დღეს თიკა ჯამბურია იფუსფუსებს და მოგვიყვება გარდა იმისა თუ რას მოგვიმზადებს და საინტერესოა სცენიდან სამზარეულომდე როგორ აღმოჩნდა თიკა და იყო თუ არა ეს ყოველთვის შენთან ერთად ესე თქვა სამზარეულოში ფუსფუსის სიყვარული. მეც მივესალმები თქვენ მაყურებელს. ძალიან მიხარია ხოლმე რომ ამ ბოლო დროს რაღაცა ისე მახსენებენ თითქოს ორი პროფესია მაქვს უკვე რა მომღერალი და რაღაც სამზარეულოსთანაც ახლოს ვარ, იმიტომ რომ ვერ ვიტყვი რომ ვარ მზარეული, ამას დიდი გამოცდილება და სწავლა სჭირდება. მეც როგორც დიასახლისი ისე აღმოჩნდი უფრო ესე სამზარეულოში. ხო, დიასახლისებს უფრო გემრიელად გამოსდით მე მგონი. მართლა? კი, მე ეგრე მგონია. უფრო გულსდებენ. და შენ საიდან მოგივიდა ეს იდეა რომ დაახლოვებოდი სამზარეულოს? მიყვარდა ყოველთვის სამზარეულოში ფუსფუსი, ძალიან ღრმა ბავშვობიდან მიყვარდა, იმიტომ რომ დედა სულ ამზადებდა გემრიელ საჭმელებს სახში და მეც აი რომ ვუყურებდი, სულ მინდოდა რომ მეც გამემეორებინა ხოლმე. თუმცა არ მაძლევდა საშუალებას რომ მივსულიყავი. ხამდე იმდენად თვითონ მქონდა მთლიანად მისი სამფლობელო არის სამზარეულო და არ მიშვებდა ხოლმე, მაგრამ აი მეც რაღაც ცოტა რომ წამოვიზარდე, დავიწყე, ავიღებ ხო ამასთან მომზადებად. თან ორი სიტყვით ვუთხრათ მაყურებელს, რას გვთავაზობ დღეს? მე გავაკეთებ დღეს მოცვის და ბეკონის სენდვიჩს. როგორი ნაზავია ხო რაღაც? მე მგონი ძალიან გემრიელი გამოვა, კი. და საუზმევისაც უყვარს. მისთვის არის იდეალური. და ზოგადად მე ვარ ის ადამიანი, ვისაც საუზმე უყვარს მთელი დღის განმავლობაში და მე მგონი დღეს ორივე ისეთ კერძს შემოგთავაზებთ, რაც მთელი დღის განმავლობაში ძალიან საინტერესო იქნება თქვენს რაციონში დასამატებლად. ტორტიას პურებს გამოვიყენებთ და როგორც ხედავთ, კოპის ბრენდის ტორტიები და საკმაოდ მრავალფეროვანი ასორტიმენტია ამ ბრენდის ექსკლუზიურად გუდვილში წარმოდგენილი. ეს გახლავთ იტალიური ბრენდი, რომელსაც ფენა ბეკონსა და ყველს მოვთავსებ და ასევე მერე მოვასხამ კვერცხს. თუმცა ამას აუცილებლად უფრო დეტალურად მოგიყვებით, არ მინდა რომ გავწყვიტოთ აზრი. თიკა, რა არის ის კერძი, რომელიც ბოლოს და ბოლოს შენ შეხვედი სამზარეულოში და მოამზადე? პირველი კერძი სიმართლე კითხა არ მახსოვს. არა, და აი რა არის ის, რაც გიყვარს, რისი მომზადებაც გიყვარს ყველაზე მეტად? ესე რომ გითხრა რომ კონკრეტულად რაღაც კერძი არის, რისი მომზადებაც მიყვარს, სულ არ არის, მე მგონი არ მაქვს ესეთი კერძი, მე მიყვარს ყველა, აი უფრო მიყვარს აი რო არიცი რას აკეთებ იმ მომენტში და აი რაც გაქვს პროდუქტები იმით რომ ხო რაღაცას რო ექსპერიმენტებს რო ვატარებ ხოლმე ძალიან მიყვარს და ძალიან მარტივად გამოგდის როგორც ვატყობ. რო იძახიან ხოლმე რომ იმე არ გამომდის არ ვიცი არ მჯერა იმიტომ რომ ყველას გამოუვა ვინც მოინდომებს. ხო მეც ასე მგონია დარწმუნებული ვარ მე მგონი მანქანის ტარება ბევრად უფრო რთულია ვიდრე სამზარეულოში რაღაც ფუსფუსი თუმცა რო სწავლობ მე უკვე ყველაფერი გემარტივება. ხელზეც აი რო ბობერ ხელზე არის მე მგონი გულს რო თუ ჩადებ გამოგივა რა მაგაზია ხელზე კი აი გული უნდა ჩადო როდესაც რაღაც კერძს ამზადებ. ნამდვილად ასეა რა მოგაწოდო მითხარი რაში დაგეხმარო? მე ხა მოცვის მურაბა გამოდის რაღაც соусივით ხო მოცვის соусის გაკეთებას რომლისთვისაც დაგჭირდება ესეთი მოცვი ან თუნდაც შეგვიძლია გაყინული გამოვიყენოთ ალბათ რა? გაყინული შეგვიძლია გამოვიყენოთ. რაც შეეხება ჩემს ტორტიებს, ესე ფორმა მივეცი და ეხლა აი აქ სათითაოდ უნდა მოვათავსო ბეკონი და როგორც იცით ჩვენ სამზარეულოში ყოველთვის ვიყენებთ იმ პროდუქტებს, რომელიც არის თითქმის ექსკლუზიურად გუდვილში წარმოდგენილი, ამ შემთხვევაში ეს არის Ferrarini, იტალიური ძალიან ცნობილი ბრენდი, რომელსაც აქვს საკმაოდ მრავალფეროვანი ასორტიმენტი ხორცპროდუქტების, ასევე აქვს ყველი და ასევე აქვს კარაქი. ტორტიას აუცილებლად სჭირდება სულ ცოტა კარაქი. შემდეგ უკვე დაჭრილი მაქვს ბეკონი და ყველსაც გამოვიყენებ ჩედარს და პარმეზანს ერთად. თიკა კარაქს გამოიყენებ. მეც გამოვიყენებ კარაქს. როგორ მირჩევ გავუკვეთა соус ცოტა კარაქი? მე მსგავს соусებს აუცილებლად ვუკეთებ ხო. ზოგადად ვფიქრობ რომ კარაქი ყველაფერს უხდება და რა. მეც ესე მგონია.
მეც გეთანხმებით. მე დავიწყებ მაშინ соуსის გაკეთებას. პარალელურად მეც ბეკონს მოვბრაწავ ტაფაზე. ახლა ესე ჯერ ბეკონებს მოვათავსებ და შემდეგ გადავალ ყველის მოთავსებაზე და ცალკე ავთქვებ კვერცხს ძესთან ერთად, ცოტა ორეგანოს დავამატებ, ცოტა შავ პილპილს დავამატებ, მარილს დავამატებ და შემდეგ ამ ყველაფერს მოვასხამ. რა ხდება ახლა, სადაც ლიკა კვარაცხელია და მისი სტუმარი თიკა ჯამბური ამზადებენ მოცვის და ბეკონის სენდვიჩს. მოდით გადავინაცვლოთ ახლა იქ გემრიელობაში. დაგიბრუნდით ჩვენი სამზარეულოდან, ვიმყოფებით გუდვილის ვაკის ფილიალში და ჩვენთან ერთად დღეს სტუმრად არის არაჩვეულებრივი თიკა ჯამბურია, რომელიც ძალიან გემრიელ სენდვიჩს გვიმზადებს. ახლა ამ ეტაპზე პურს ხუხავთ კარაქში, ხო თიკა და დანარჩენი თუ შეიძლება თითქოს ყველაფერი უკვე გავამზადეთ, დარჩა აწყობა, გავამზადეთ მოცვის соуსი და თუ შეიძლება მაყურებელს მოვუყვეთ ორი სიტყვით რა გვაქვს ეს არის აქ არის მოცვი, შაქარი, ცოტა სახამებელი რომ შესქელდეს, მარილი, ლიმნის წვენი და ცოტა სიცხარისთვის დავამატე წიწაკა. შავი პილპილი და ცოტა კარაქში ეს ყველაფერი თან უკვე გაგრილდა და ამას დავამატებთ შუა ფენაში და ძალიან საინტერესო გემოებს მივიღებ დარწმუნებული. ყველს კი ვიყენებთ ბრის და ჩედარი, რომ კარგად ჩადნეს და ესეთი წელვები იყოს, რომ გაიჭრება და აქვე გვაქვს ესეთი უკვე შებრაწული, ხრაშუნა ბეკონი. აქ ხედავ ასევე მზესუმზირას. მზესუმზირის მარცვლებსაც დავამატებ, რომ აი რაღაც ხეჭვის დროს ხო იქნება ხრაშუნა და გემრიელი. მე ძალიან მომწონს და ძალიან მიყვარს, როდესაც სალათებშიც და ასე შემდეგ არის სხვადასხვა თხილი და ჩირეული და ჩვენთან დღეს სამზარეულოში არის ზებერგერი, ესეთი გერმანული ბრენდი, რომელსაც აქვს საკმაოდ მრავალფეროვანი ასორტიმენტი თხილეულის და ჩირეულის და ეს ბრენდი წარმოდგენილი არის გუდვილში, რაც შეეხება ჩემს კერძს, უკვე თითქმის მზად არის და შეგვიძლია რომ ღუმელისკენ გადავინაცვლოთ თიკა 2 წამი, ახლავე დაგიბრუნდები და მანამდე ძალიან მაინტერესებს როგორია შენი ყოველდღიურობა, თუ შეიძლება რომ მეც მომიყვე და მაყურებელსაც გავუზიაროთ. ისე მოხდა რომ აი ეს ჩემი გატაცება და ჰობი ვაქციეთ საქმეთ და უკვე მაქვს ჩემს მომხმარებლებთან შეხება ყოველდღიური ასე რომ თქვა მე თვითონ უმასპინძლები კი მე თვითონ ფუსკუსი რა არის ის თავარი კერძი რასაც შენ ამზადებ ხოლმე სენდვიჩები რომელიც ძალიან მოწონს და უყვარს და ჩემთანაც არის რაღაც ხილის სენდვიჩები ხორცთან ერთად რომელიც ძალიან მოწონს დავადოთ? დავადოთ კი. ხილთან ერთად ახსენეთ და როგორი? ფორთოხლის სენდვიჩი არის, ხო? ფორთოხლის, ვაუ, რა კარგია. ერთად ცოტა შორიდან რო ვშვები. აქეთან მხარეს მაშინ გავაკეთოთ ჯემი, რომელიც ახლად მომზადებულია. თუმცა შეგვიძლია რომ გუდვილის დახლებზე ვიპოვოთ ორგანული ბიომიმართულების ჯემები კოპის ბრენდის. იცით რომ ეს არის იტალიური ბრენდი, ექსკლუზიურად წარმოდგენილი გუდვილში და დღეს ზუსტად კოპის ტორტიები გამოვიყენეთ. ჩვენი ძალიან მსუბუქი და ამავდროულად ძალიან ისეთი ნოყიერი საუზმის მოსამზადებლად, თუმცა ვიტყოდი რომ ეს უფრო ისეთი საუზმეა, რომელსაც მთელი დღის განმავლობაში სიამოვნებით მივირთმევდი მე და ასევე თიკას სენდვიჩზეც იგივეს ვიტყოდი, ზოგადად საუზმეების მოყვარული ვარ და მირჩემნია რომ მთელი დღე საუზმე მივირთვა და აქ გამოვიყენეთ ასევე ყველი ჩედარი, ფენა-ფენა ჩავუფინეთ, გამოვიყენეთ ფერარირის ბეკონი, რომელიც ასევე ფენა-ფენა ჩავუფინეთ და შემდეგ მოვაცხით ათქვეფილი კვერცხი რძესთან ერთად და გამოვაცხოთ ღუმელში დაახლოებით 35 წუთი. ესეთი ერთი დიდი გამოიყურება საუზმეა, რომელიც მთელი ოჯახისთვის საკმაოდ ნოყიერია. თან ესეთ სამეგობროსთან ერთად როდესაც ვიკრიბები და არ ვიცით რა მოვამზადოთ, კვერცხი უცებ სამზარეულოში ყველას მოგვეპოვება და ძალიან მარტივად შეგვიძლია რომ მივირთვათ. თიკა მეგრულ კერძებს თუ ამზადებ ხოლმე? კი, ყველაზე მეტად მიყვარს. ხო, აი რას ამზადებ, ხომს თუ ელარჯს? ორივეს და ორივეზე ვგიჟდები. ჩემი საყვარელი კერძი თუ მკითხავთ არის ელარჯი. ხარჩო, მეგრული წიწილა, მეგრულად შემწვარი და აჯიკით ანუ თუ როგორ? აი რაღაც აი გემრიელად აი ძალიან ისე რომ წავენ რომ ძვლებთან ერთად როჭამ. აჰა. ძალიან კარგი, მეც
მეც მიყვარს მსგავსი კერძები და ვფიქრობ, რომ ღომის მომზადება საკმაოდ მარტივია, თუმცა გონიათ, რომ ესეთი რთულია. რთულია, რა ხო, ძალიან მარტივი არის. თუ თქვენს გადაწყვეტთ, რომ ასე მარტივად და სწრაფად მოამზადოთ გემრიელი კერძების სახში, ამისთვის შეგიძლიათ Goodwill-ის აპლიკაცია ან ვებგვერდი გამოიყენოთ. Goodwill.G, საიდანაც ძალიან მარტივად შეგიძლიათ შეუკვეთოთ თქვენთვის სასურველი პროდუქტები, შეარჩიოთ და Goodwill-ის გუნდი უმოკლეს დროში სასურველ მისამართზე მოგაწვდით ყველა პროდუქტს. შეგვიძლიათ დავაგემოვნოთ. სტუდიაში ყველას მოვიკითხავ. კლავ გელოდებით ჩვენთან ვაკის Goodwill-ის ფილიალში მისამართი უცვლელია. დრო და დღეც უცვლელია. ყოველ პარასკევს გელოდებით ჩვენთან სტუმრად, როგორც ჩვენს მაყურებელს, ასევე ჩვენს ძვირფას წამყვანებს. თიკა, ეს კერძი ჩემგან და მე მივირთმევ შენსაც. მოდი მე აქვე მოვუდოთ. თუ შეიძლება. კიდევ ერთხელ მინდა ძალიან დიდი მადლობა გადაგიხადო მოსვლისთვის. პირიქით მადლობა თქვენ. ძალიან მიხარია და ესეც ჩვენი გემრიელი კერძები დღეისთვის. დროებით.